დილამშვიდობისა მეგობრებო, ალბათ დროდადგა იმაზე ვისაუბროთ ძალიან ბევრი, რომ დავითი მეფსალმუნე მეფე, რომელსაც ებრაელები თავის მამას უწოდებენ, ებრაელი არ ყოფილა, ის არ არის ებრაელების მეფე. აქედან გამომდინარე, ნიკოლოზ ლეკიშვილის ეს დასკვნა, რომ უფლისციხე იყო იერუსალიმი, არ არის მართალი. მაგრამ მართალია ის, რომ უფლისციხე იყო დავით მეფსალმუნის სამეფო. როგორ ირკვევა ეს, ამას ახლა ვაგიხსნით. ქართლის ცხოვრებაში გარკვევით წერია, რომ ებრაელები დასახლდნენ მცხეთის ტერიტორიაზე, რომლებმაც ხარკად მიიღეს ქართლოსისგან მიწა და შემდეგ იქ ზუსტად იმ მცხეთის ტერიტორიაზე, სადაც დგას დღევანდელი ჩვენი ჯვრის მონასტერი, ასევე სვეტიცხოველი, იქ ააშენეს თავიანთი იერუსალიმი. ნიკოლოზ ლეკიშვილის კვლევა, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ესე იგი ბიბლიური იერუსალიმი იყო უფლისციხე, არის მცდარი, მაგრამ არ არის მცდარი ის, რომ ბიბლიური პერსონაჟი დავით მეფსალმუნე იყო უფლისციხის მეპატრონე, ანუ მისი სამფლობელო სამეფო იყო უფლისციხე. დავით მეფსალმუნე არასდროს ყოფილა ებრაელი წარმოშობით, არც წარმოშობით და არც შემდეგ ებრაელების მიმდევარი და არც გამხდარი ებრაელი, ანუ ებრაელობა იცით, რომ მემკვიდრეობით არ გადადის, ებრაელად უნდა მოინათლო. დავით მეფსალმუნე არასდროს არ მონათლულა ებრაელად, არასდროს არ ყოფილა ებრაელი, არასდროს არ ქონია არც ებრაული სისხლი და არც ებრაული დედა, არც ებრაული მამა. დავით მეფსალმუნე იყო ძალიან ჩვეულებრივი პროტო-ქართველი პიროვნება, რომელიც ერთ-ერთ 7 ტომთაგან წარმომავალი იყო იმ ერთი ძმისგან, რომლისგანაც წარმოიშვა შემდეგ ქართლოსი და მისი ძმა. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი აურზაური არის ინფორმაციულ ველში და ძალიან გთხოვთ, რომ ესე ვიღაცეების მოყოლილებს, სადღაცა დაწერილს, პროპაგანდა გაწეული ინფორმაციებს ნუენდობით, ისევე როგორიც არის მაგალითად ის, რომ ცეცხლი გადმოსული ცეცხლი და წმინდა ცეცხლი გადმოდის იერუსალიმში, აბსოლუტური პროპაგანდა არის იმისა, რომ ადამიანები დააბოლონ, ადამიანებს გონება აურდაურიონ. მინდა გითხრათ, რომ არსებობს უამრავი წიგნები და უამრავი საშუალება იმის, რომ ჩავიხედოთ ქართლის ცხოვრებაში და გავარკვიოთ, ვინ სად როგორ ცხოვრობდა. თუ გვაქვს ამის უნარი, თუ ამის უნარი არ გვაქვს, არც ეს არ აუშავს, ყველას არ აქვს ამის უნარი, ხალხო. წიგნების და წერილების გარკვევის უნარი აქვს მხოლოდ იმ სულებს, რომელ სულებსაც უკვე ძალიან დიდი ნაშრომები აქვთ გაწეული თავის დაბადებიდან დასაბამიდან დღემდე ცხოვრებაში. მაგალითად, თუ კი ჩვენ ამ დედამიწაზე ვართ სულები, რომლებსაც გამოცდილი გვაქვს, მეფური ცხოვრება, სამეფო კარზე გაზრდილები ვართ, გქონია შეხება წერილებთან, ნაწერებთან და ასე შემდეგ, ამ ადამიანებისთვის წერა, კითხვა არის ძალიან ადვილი. შინაარსის გამოტანაც კი. და ადამიანებისთვის, რომელთვისაც შინაარსის გამოტანაც კი ძალიან დიდი კოშმარია და კატასტროფაა და წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს, ეს სულები არიან ძალიან გაუწორთნელი სულები ამ მხრივ. არ მოეთხოვებათ ამ სულებს, რომ ჩაიხედონ წიგნებში. რომელსაც მოეთხოვება წიგნებში ჩახედვა არის ის, რომელსაც პრეტენზია აქვს ამა თუ იმ ინფორმაციაზე. მაგალითად, აქ იყო კიდევ რაღაცა ძალიან ბევრი ის დაიწერა რა. კომენტარებს გადავალე 1-2 თვალი და უკვე მივხვდი რაშიც არის საქმე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხალხს უჩნდება პრეტენზია იმაში, რომ ნიკოლოზ ლეკიშვილმა, იგივე ენუქმა მაგალითად, ხო, ენუქი რო უწოდა თავს, ჯერ არ ვიცი რატო უწოდა ენუქი, როგორც ჩანს, ბებიამის არის ენუქიძე და ენუქი უწოდა თავს. მე მგონია ეს არის манипуляция, იმიტომ რომ რელიგიურ სამყაროში მართლმადიდებლებმა იციან, რომ ენუქი უნდა გამოჩნდეს ბოლოს, ენოქი, რომელიც ბოლო ჟამის პერიოდის ნიშანია და აქედან გამომდინარე უფრო ინტერესი იყო ისო დაერქვა თავისთავისთვის ენუქი, ვიდრე ბებიამისის გვარი. მე ესე ვფიქრობ და ესე მოდის ჩემთან ეს ინფორმაცია, რატომ დაირქვა მას ენუქი, თუმცა
რომ არ გაგაკვირვოთ და რომ არ დაგწყვიტოთ გული, ენუქის წიგნი მართლა გამოიცა, ოღონდ ეს არა ამ ენოქის წიგნი, არამედ ენოქის, რომელსაც ველოდებით ქართულ ენაზე. და რაც არ უნდა საკვირველი აღმოჩნდეს, ერთდროულად გამოიცა ეს წიგნები. ეხლა რაც შეეხება ის, რომ ვინ არის ენუქიძეს შვილიშვილი, ხო? ანუ იგივე ნიკოლოზ ლეკიშვილი, ვინ არის ეს? არ ვიცით ვინ არის. გამოჩნდება, მაგრამ ჩვენ ამაზე ჩვენ ის რას წერს, იმაზე კი არ უნდა დავიწყოთ კრიტიკა. რატომ წერს? ის რას წერს, იმაზე უნდა დავიწყოთ კრიტიკა. ანუ ხვდებით? შეშლა იყო წეღან. რატომ წერს ენუქიძეს შვილიშვილი, იგივე ნიკოლოზ ლეკიშვილი, რატომ წერს ამ წიგნს? ეს არ უნდა იყოს ჩვენი ინტერესების ჩვენი ინტერესები უნდა იყოს რას წერს. არის თუ არა ეს მართალი, თუ არ არის. ჩავიხედოთ წიგნებში, აბა მეცნიერები სად არიან? სად დადგნენ მეცნიერები და სად გაჩუმდნენ მეცნიერები? რატომ არავინ არ იღებს ამაზე ხმას? ქართლის ცხოვრებიდან, რომ პირდაპირ გვიწერია, რომ იგივე ხურიასტანი ებრაელების ისრაელი იყო მცხეთაში, პირდაპირ ერთი-ერთზე წერია შავი თეთრზე. ანუ წერია ეს ხალხო და ამაზე ხმას რატო არ იღებენ? მეცნიერები რას აკეთებენ? გამაგებინეთ მეცნიერები რას აკეთებენ? გამაგებინეთ მეცნიერები რას აკეთებენ დღეს? ესე დავდგეთ და მარტო ხალხმა ვიმსჯელოთ და გავაკრიტიკოთ ერთმანეთი და იმას უწოდოთ ეს და იმას ეს უწოდოთ. არც ერთი მეცნიერი არ ადგა და არ დაიწყო იმაზე საუბარი, რა კვლევები ტარდება დღეს. არც ერთი მეცნიერი არ ადგა და თქვა, რომ გასაკვირველი გვაქვს ქართლის ცხოვრებაში, რა არის მართალი, რა არის ტუარი, სად გაქრა ის მეოთხე ტომი? მესამე ტომი სად გაქრა ქართლის ცხოვრების? რატომ არ გამოიცა? რა წერია იმ ქართლის ცხოვრებაში? ანუ პირდაპირ ნათლად ჩანს ხალხო, რომ ჩვენი მეცნიერები ან არიან გაჩერებული ვიღაცის მიერ, დამუნჯებული, ან კიდე თვითონ უუნაროები არიან, რომ ეს ხმამაღლა თქვან რა წერია. ან საერთოდ ყავს მეცნიერები მაგ სფეროში? საინტერესო იქნება, ხო? და მეორე ის, რომ მიცით რა არის, გუშინ ვიყავით, ესე იგი, ქვათახევის მონასტერში, მამათა მონასტერში. ქვათახევის მამათა მონასტერში ხალხო, იქ მომუშავე ხალხი რუსულად საუბრობდა. მე არ ვიცი რა, არ ვარ რასისტი, მართლა არ ვარ რასისტი, მაგრამ მე მიკვირს ერთი რამ რა. ქვათახევში ხალხო, იცით სად არის ქვათახევი? მამათა მონასტერში, რომ ორი ადამიანი მორჩილი იყო თუ ვინც იყო ესენი რუსულად ელაპარაკებიან ერთმანეთს, ეს ჩემთვის სიგნალია ის, რომ ჩვენ რუსეთმა დაგვიფხრო ხალხო. ქართველი ადამიანი რუსულად რატო უნდა ლაპარაკობდეს? რატო უნდა ლაპარაკობდეს ქართველი ადამიანი მამათა მონასტერში რუსულად? რატომ მაინც იმ წუთში უნდა მოხდეს, რომ 1000-ში ერთია კი არა და მილიონში ერთი შეიძლება იყოს ეს დამთხევა კი არა და ეს შემთხვევა, რომ პირველად ავდივარ ქვათახევში, ისიც საკითხავე ამ ცხოვრებაში პირველად ავდივარ ქვათახევში და იქ მორჩილები თუ იქ მომუშავე ხალხი მორჩილებს გვანდნენ. ერთი იატაკს გვიდა და მეორე კიდე კიბეებზე იდგა და მესამეს ელაპარაკებდა. რატომ უნდა ლაპარაკობდნენ რუსულად? გამაგებინეთ. ეხლა გადავუხვიეთ თემიდან, მაგრამ სულაც არ გადავუხვიეთ. როდესაც ებრაელები შენ გეუბნებიან, რომ აღთქმული მიწა ისრაელი აქვს, ბიჭო, შენ თვალები არა გაქვს, დებილო, რო არ მოტყუდე? არა გაქვს თვალები, ისრაელს მაინც შეხედე რას გავს იქაურობა და საქართველოს შეხედე მერე. საქართველო არ იცი შენ რანაირია, არ გიმოგზაურია საქართველოში. თვალები არ გაგიხელია როგორც ქართველს და შენ რომ ვინმე გეტყვის რომ ისრაელი არის აღთქმული მიწაო, იქ სადაც ომი მიდის და ბომბები ეცემათ ეხლა თავში და გაწყდნენ მთლიანად თუ უნდათ ღმერთს ამინ უფალო იყოს ნება შენი.
შენ ქართული იცი? საქართველო იცი ვინ არის, სად არის, რა არის? შენ არ იცი. ამიტომ შენ იმ პროპაგანდას ხარ აყოლილი, რომელ პროპაგანდასაც გიწევენ უკვე ასობით წლებია, რომ სადღაცა იქ რომელი მიწაც არ არსებობდა და მე 19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა, იქ ყოფილა აღთქმული მიწა თურმე. აღთქმულ მიწაზე ხალხმა ღმერთმა შეიყვანა, ესე იგი ებრაელები იქ, მერე გაწყვიტა, მერე ისევ 19 საუკუნის ბოლოს შეიყვანა თურმე ებრაელები რა. და იქ გადმოდის წმინდა ცეცხლმა დაიწყო მერე გადმოსვლა თურმე. ხალხო სად ხართ? არ ვიცი რა გჭირთ. გამოფხიზლდით რა ხალხო რა. ვეღარ გელაპარაკებით უკვე, არ შემიძლია რა ეს თქვენთან აღარ შემიძლია მე საუბარი რა. მე ვწყვეტ უკვე თქვენთან საუბარს, იმიტომ რომ არ უნაროები ხართ რა. არ შეგიძლიათ აზროვნება, არ შეგიძლიათ. ელემენტარული აზროვნება რომ შეგეძლოთ, ნებისმიერი თქვენგანი დაწერდა ის რაც სიმართლეა იმას. გიორგი იბერი წერს, ყველას შეეშვი, არც მთავრობის გამო აკეთო რამე, არც საპატრიარქოს გამო, არ აკეთო ქრისტე ღმერთის, ნიკოლოზის ნარიმანის გამო, არ უღალატო ქართველ წმინდანებს, არ უღალატო საქართველოს. ქრისტე ღმერთის, ნიკოლოზის ნარიმანის გამო არ უღალატო ქართველ წმინდანებს. აი ხლა რომ აგახებთ აქაურებს, სიფაც აგახებთ ვაფშე რა. ვერ ხართ თქვენ, ხო? რა ნიკოლოზ ნარიმანი ქრისტე ღმერთი ხალხო, თქვენ ნორმალურები ხართ? წადით რა, დაიკარგეთ რა.